დაგიბრუნდათ იმედის დილო პირდაპირ ეთერში უკვე სტუმართან ერთად. 11 მაისს 14 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ხელოვნებისა და ლიტერატურის წარმომადგენლები და რომელზეც ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე 2012 წლის საქმიანობის ანგარის და მომავალი სტრატეგიული გეგმების შესახებ ისაუბრებს. ბატონი გიგა დღეს ჩვენი სტუმარია და კრებამდე შევეცდებით რომ მისგან აქ მივიღოთ პირდაპირ სტუდიაში. გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ. ბატონო გიგა, დილომშვიდობის დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოწვევისთვის. და პირველ რიგში სანამ ასოციაციის შესახებ ვისაუბროთ იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც ხვალ გაიმართება რუსთაველის თეატრში. ხვალ, ესე იგი, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, 2 საათზე რუსთაველის თეატრში გაიმართება ჩვენი ასოციაციის ყოველწლიური კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე. მასზე ესწრება ჩვენი ასოციაციის წევრები, მას ვისაც სურვილი აქვს. თითქმის ყველა ასოციაცია დღეს უკვე 800 წევრამდე ითვლის და 800 ადამიანი არის გაწევრიანებული და ხდება ამ კრებაზე წლიური ანგარიშის წარდგენა. ანუ ის რაც გაკეთდა 2012 წელს, ასევე განიხილება ის პრობლემები, რაც კიდევ არის დარჩენილი და რაც უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, იქნება მსჯელობა, ასთა გასვლა-გამოსვლა და გვაქვს იმედი, რომ კრება ჩაივლის ნორმალურად. და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ღონისძიებაზე გაიმართება ავტორთა უბის წიგნაკის პრეზენტაცია, რომელიც აქ ჩვენთან მოიტანა სტუდიაში. მოდით აი ამ უბის წიგნაკის შესახებ ვისაუბროთ. ეს გახლავთ ერთგვარი სიახლე, ეს ჩვენ ასე ვთქვათ გადავწყვიტეთ, რომ ყველა ავტორისთვის, ვინც საკუთარი უფლების რეალიზაცია უნდა განახორციელოს და საავტორო უფლების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ავტორის როლი და მისი მონაწილეობა. GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაციამ გამოსცა ეგრეთ წოდებული უბის წიგნაკი, სადაც ძალიან მარტივად, პოპულარულ ენაზე განმარტეთ ყველა ავტორისთვის და არა მარტო ავტორისთვის, ყველა ის უფლება, რაც მათ აქვთ, ყველა ის მექანიზმი, რაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ ამ უფლების განხორციელების და დაცვისთვის. ასევე აქ არის განმარტებული ყველა ის ასე ვთქვათ ჩამონათვალი, რა შემთხვევაში უნდა მიიღონ ჰონორარი, რა შემთხვევაში ითვლება საავტორო უფლება დარღვევად, რა მექანიზმები არსებობს და რა პასუხისმგებლობის ზომები არსებობს ჩვენი კანონმდებლობით, ვის უნდა მიმართონ, სად უნდა განაცხადონ პრეტენზია და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, ეს უბის წიგნაკი გვაქვს იმედი, რომ დაეხმარება თითოეულ ავტორს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩართულობა, მისი მონაწილეობა საავტორო უფლების დაცვის საქმეში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას, რომ საავტორო უფლების დაცვა, რომელიც დღეს ესე აქტიურად მიმდინარეობს, კიდევ უფრო წინ წავიდეს ამ საქმეში, ეს საქმე. ნამდვილად ძალიან კარგი საქმეა და იმ ავტორებს, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან თქვა თქვენი ასოციაციის წევრები. სად შეიძლება თქვა ამ უბის წიგნაკის შეძენა და ეს შეძენა არ არის, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა ავტორს, ხვალ მათ შორის კრებაზე ეს დარიგდება. გარდა ამისა, ჩვენ დაუკავშირდებით იმ ავტორებსაც, ვინც დაუშვათ ვერ მოახერხებს ხვალ მოსვლას კრებაზე და ასევე ეს შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც არის აი ამ სფეროში ჩაბმული და რაღაც მონაწილეობას იღებს, შეუძლია ნებისმიერ მსურველს ჩვენს ასოციაციაში მიიღოს სრულად უსასყიდლოდ. რაც შეეხება ასოციაციაში გაწევრიანებას, ვის შეუძლია რომ გაწევრიანდეს და გაწევრიანების შემდეგ სრულად იქნება დაცული მათი საავტორო უფლებები? იცით, ასოციაცია მისი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ერთი რომ დაიცვას, მაგრამ უпростоრად რეალიზება მოახდინოს ამ საავტორო უფლებს, რაც ნიშნავს შემდეგ მარტივ რაღაცას, როდესაც ხდება ავტორის მიერ და ეს არის ადამიანი, რომელიც მოღვაწეობს ლიტერატურის, ხელოვნების დარგში და მეცნიერების დარგში და ქმნის რაღაც ნაწარმოებს. ეს ადამიანი, რომელიც შემდგომში ამ ნაწარმოების კონტროლს თვითონ ვერ ახორციელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ის არეალი, სადაც გამოყენება ხდება, სწორედ ჩვენი ტიპის ასოციაციების მეშვეობით და ეს ასია მთელ თანამედროვე მსოფლიოში, ხდება ამ უფლებების რეალიზაცია, ანუ გაყიდვა და მოხმარების შემთხვევაში მოსარგებლეთაგან ჰონორარის შეკრება, ავტორის კუთვნილი ჰონორარის და ამ ჰონორარის შემდეგ ავტორისთვის განაწილება. აი ეს არის ძირითადი მიზანი ამ ასეთი ასოციაციების არსებობის და თითქმის 2 საუკუნეს ითვლის უკვე მსოფლიოში ჩვენი ტიპის ასოციაციების ისტორია. წევრიანდება ეს ადამიანი ძალიან მარტივი პროცედურით, დაახლოებით 5 წუთი ჭირდება გაწევრიანებას და მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება და ამის შემდეგ მას აქვს სრული, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერ დროს აკონტროლოს საკუთარი რეპერტუარის გამოყენებას სხვა მესამე პირების მიერ და რაც ყველაზე უფრო მთავარია, მიიღოს არა მარტო მორალური სარგებელი, როგორც ეს
მანკიერი პრაქტიკის შემთხვევაში ხდება, რომ იყენებენ შენს ნაწარმოებს, არამედ მიიღოს კონკრეტული მატერიალური გამოხატულებაც, ანუ ჰონორარი, რომელიც მისი ნაწარმოების გამოყენებას, მისი ნაწარმოების სარგებლობას უნდა მოყვეს და მოყვება. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საავტორო უფლებების დაცვა და მასზე კონტროლი ძალიან დიდი თემაა. დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა ჩვენ სლად მივიღეთ ინფორმაცია თქვენგან ხვალიდელი პრეზენტაციის შესახებ და ავტორთა უბის სიგნაკის შესახებ. მადლობა მობრძანებისთვის. რეკლამის და შემდეგ 9 საათიანი ქრონიკის დროა, რომლის შემდეგ იმედის დილა ისევ დაგიბრუნდებათ.